სახელით მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა. პირიაკესა მენელსაცხებლე დედათას. და ვითარცა გარდახტა შაბათი იგი მარიამ მაგდალინელმა და მარიამ იაკობისმა და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მოვიდნენ და სწყონ მას. რა მშვენიერი და ღირსიქებისა იყო ძმანო ქრისტიანენო, მოგცევა მენელსაცხებლეთა მათ, რომელთა ხსენებასა დღეს აღასრულებს წმინდა ეკლესია. მათ მოინდომეს მსახურება და პატივისცემა მიცვალებულისა, უპატიოდ დასჯილისა, განკიცხულისა, ჯვარცმულისა, ავაზაკთა შორის შერაცხულისა. მათ არ შეეშინდათ უწყალოთა იესო ქრისტეს მტერთაგან, რომელნის დევნიდნენ ყოველთა მისთა მეგობართა. იგინი უანგაროდ და თავგადადებით ადრე განთიადისას მიდიან, რათა ძვირფასითა ნელსაცხებელით სხონ მისი გვამი. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ იესო ქრისტე იყო ძეღვთისა. იგინი ვერც მოიფიქრებდნენ, რომ მომავალს დროებაში მთელი ქვეყანა გახდება თაყვანისმცემელი იესო ქრისტეს. თუკი თვით მოციქულთა არ ესმოდათ ჯერ ეს დიდი ჭეშმარიტება, მენელსაცხებლენი დედანი როგორ მიხვდებოდნენ ამას. მოციქულნი და მოწაფენი ქრისტესნი შიშისაგან დაიფანდნენ და დაიმალდნენ. დარნა სუსტნი დედანი თამამად გამოაჩენენ თავთა მათთა იესო ქრისტეს პატივისმცემელად. აჰა დიდი და უსაჭიროესი მაგალითი ყოველთა ქრისტიანეთათვის. ქრისტიანმა კაცმა ყოველი კეთილი საქმე, ყველის მოქმედება უნდა აღასრულოს პირველად უსასყიდლოდ, უანგაროდ. რამ განაღვიძა მენელსაცხებლენი მსახურებად დამარხულისა იესო ქრისტესა? რა მისცა მათ ეგოდენი მხნეობა და მამაცობა, რომ არაფრის არ შეეშინდათ? ერთმა მხოლოდ მათმა კეთილმა ხასიათმა, დედობრივმა სიყვარულმა და პატივისცემა და არა სასყიდლის მოლოდინი. თუ კაცი კეთილ საქმეს იქმს იმისთვის, რომ ხედველობაში აქვს რაიმე სასყიდლის მიღება, ანუ ჯილდოისა, მაშინ მის კეთილ საქმეს არ აქვს ზნეობითი მნიშვნელობა. მართალია, თვით საღმრთო წერილი კაცსა კეთილსა, ყველის მოქმედსა აღუთქვამს სასუფეველსა ცათასა, გვირგვინსა, ზეციერსა დიდებასა, საუკუნოსა ნეტარებასა. არცა ცოდვა არის, რომ კაცი განაღვიძებდეს თავის თავსა ყველის მოქმედებისათვის და წმინდა ცხოვრებისათვის წარმოდგენით ახსენებულთა ზეციერთა ჯილდოთაც. მსგავსადვე ამისა, იგივე სიტყვა ღვთისა ემუქრება და შეაშინებს ცოდვის მოურიდებელსა კაცსა საუკუნო დასჯით, დაუშეტელი ცეცხლითა, დაუძინებელი მატლებითა და სხვათა საშინელთა სასჯელთა მიერ. კიდეც უნდა წარმოიდგენდეს კაცი ხშირად ამათ ყოველთა და მით გააფრთხილებდეს თავსათვის. დარნა იგივე საღმრთო წერილი და წმინდანი მამანი განგვიმარტებენ, რომ თუ ქრისტიანე მარტო შიშისაგან სასჯელთასა და სურვილისა გამო ჯილდოისა მოერიდება ცოდვათა და იქმს კეთილსა საქმესა, იგი დგას დაბალსა ზედა ხარისხსა სათნოებისა. იგი ანგარებით იქმს კეთილსა საქმეს, ხოლო უმაღლესი ხარისხი სათნოებისა ის არის, როდესაც ქრისტიანე კაცი კეთილს იქმს, წმინდად ცხოვრობს, განღვიძებული ღვთის სიყვარულითა და მოპასი სიყვარულით. ესენი უნდა მიგიზიდავდნენ შენ. თვით ღმერთიც არა მისთვის უნდა გიყვარდეს უმეტეს ყოვლისა, რომ იგი აღიქვამს შენ და კიდეც მოგცემს სასყიდელსა. არამედ მისთვის, რომ იგი არის უმჯობესი, უდიდესი, უკეთესი ყოვლისა და ყოვლით. მოპასი შენი უნდა გიყვარდეს და ყოველს კეთილ საქმეს იქმოდი არა მისთვის, რომ მერმე დაგაჯილდოებს იგი, გადაგიხდის, არამედ მისთვის, რომ თვით სიყვარული მოპასისა და ყოვლისა კეთილისა საქმისა არის კარგი, პატიოსანი და ღირსი შენისა ბუნებისა. მაშასადამე თვით გუნება შენი, ანუ ხასიათი, თვისება უნდა მიგიზიდავდეს მათთან. როგორც სხეული შენი მოითხოვს საჭმელსა, მსგავსადვე სული და გული უნდა ითხოვდეს ყოველსა კეთილსა საქმეს. მეორე, კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი უნდა იყოს თავგამომეტებული, თავგადადებული. კეთილთა საქმეთა შორის იგინი უფრო დიდი ფასისა არიან, რომელნიც ჩვენგან მოითხოვენ მომეტებულსა შრომასა და თავის დადებასა.
დიდარმა კაცმა მცირე მოწყალება რომ გამოიღოს გაჭირვებული კაცისათვის, რა დიდი რამ იქნება და თუ ამასაც არა იქმს, მაშინ იგი კიდეც დაისჯება. გარნა კაცი, რომელიც თვითონაც ღარიბია, მაგრამ გამოიმეტებს და მისცემს მას მოწყალებას, რასაკვირველია, უფრო დიდი ფასი ექნება მის კეთილსაქმეს. დიდარს და შეძლებულ კაცს, რომ ემსახუროს ვინმე, პატივის წეს დაიქნება. გარნა თუ საწყალ კაცს დაჩაგრულს ემსახურე, შეეწიე, რომლისაგან არაფერს მოელი, ეს მართლა კარგი და მოსაწონი საქმე იქნება. მენელსაცხებლე დედათა არა მიხედეს თავიანთ სისუსტესა, შიშსა, თავი გამოიმეტეს და მისთვის დიდი ფასი ჰქონდა მათსა საქციელს. უსაჭიროესი ზნეობითი საქმე ყოველი ქრისტიანე კაცისათვის ის არის, რომ მისი ცუდი ბუნება შეიცვალოს კარგ ბუნებად, ხასიათი გაუკეთდეს, სულიერნი თვისებანი მისნი გაუმჯობესდნენ, თესლი იგი ხრწნილებისა, რომელიც არის მის ბუნებაში განხარდეს. ერთი სიტყვით, იგი შეიქმნეს ღვთის კაცად, გამზადებულად ყოვლისა კეთილისა საქმისათვის. რასარგებელი ექნება იმ კაცს, რომელიც თუმცა კი იქმს ზოგჯერ ზოგიერთთა კეთილთა საქმეთა, გარნა არა საუნჯისაგან კეთილისა გულისათვისისა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, არამედ შემთხვევით, ანუ სხვა რომელიმე უჯერო მიზეზისაგან. მაშინ, როდესაც ყოველთა ცოდვათა და ცუდ საქმეთა იგი იქმს ხშირად გულითადი ერთგულობით, ანუ როგორადაც თქმულ არ საღმრთოსა წერილსაშინა, ბოროტისაგან საუნჯისა გულისა მისისა გამოიღის ბოროტი. კარგია ისიც, როდესაც მონას ეშინია უფლისათვისისა და ამისთვის რიგიანად ემსახურება მას. ამაზე უმჯობესია, როდესაც მონა იფიქრებს, უფალი ჩემი დიდი კაცი არის, მდიდარი, თუ კარგად ვასიამოვნე, ვემსახურე, მოწყალებას მომცემს, დამაჯილდოებს და ცდილობს კარგად ემსახუროს მას. გარნა ამას ორივეს ისჯობია, როდესაც მონას მართლა უყვარს თვითუფალი, უყვარს მისთვის, რომ ხედავს სიკეთესა, სახიერებასა მისა და ემსახურება მას ერთგულად. თავგადადებით, ესრეთ ვფიქრობდეთ და ვიქმოდეთ ჩვენცა, მონანი ღვთისა, მას ვემსახურებოდეთ, იგი შევიყვაროთ, მას ვემორჩილოთ, მისთვის რომ იგი არის სახიერი მამა ჩვენი, ხოლო ღირსი ყოვლისა პატივისა და მორჩილებისა. სწორედ ასე მოიქცნენ ნეტარნიცა იგი მენელსაცხებლენი. ამინ. შეგვეციოს გაბრიელ ეპისკოპოსი, წმინდა მენელსაცხებლეთა ლოცვა. პრინციპში რომ თქვათ, ეს სამივე ეტაპი უნდა გაიაროს ადამიანმა, ხო? თუ არ ეშინია, ისე ადამიანი მე მგონი არაფერს არ ვაკეთებ, ჩვენ თუ არ შეგვეშინდა თავიდან დასჯის. მაგრამ თუ ადამიანი შეშინდა სასჯელისაგან და ამის გამო დაიწყო სახურება ღვთისა, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მიხვდება, რომ ის უფალი, რომლისაც ადრე ეშინოდა, თურმე ყოფილა, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, ყველაზე სახიერი, ყველაზე კეთილი და უკვე ადრე თუ გვიან ადამიანი აუცილებლად ემსახურება უფალს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს უნდა. არა იმიტომ, რომ ან ჯილდოს მოელის, ან ეშინია სასჯელის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა გავმეორდები, რა თქმა უნდა, ადამიანმა ალბათ ეს ორივე ეტაპი უნდა გაიაროს. ერთავიდან გვეშინია სასჯელის, ამიტომ ემსახურებით, მერე ჯილდო მოგვინდება, იმიტომ რომ ღმერთი გამოგვიგზავნის პატარა ნიშანს ხანდახან აი ამ სულიერი ნეტარებისა, ეს მოგვეწონება, მერე უკვე აი ამ ნეტარების გამო ვემსახურებით ღმერთს, თუ ემსახურებით და თუ ამ ეტაპსაც გაივლის ადამიანი, მერე უკვე ხვდება ვინ არის ღმერთი მისთვის, საერთოდ კაცობრიობისთვის და უკვე მხოლოდ და მხოლოდ რბელი სიყვარულით ემსახურება ღმერთს. ეს რა თქმა უნდა ეხლა გულწრფელად ვაღიარო, ძალიან შორს არის ჩვენგან, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანის მიზანი მაინც უნდა იყოს. იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულმა შეაძლებინა მენელსაცხებლე დედებს ის რაც მათ გააკეთეს. სხვა ვერაფერი ვერ შეძლებდა ამას, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკით ისინი იქ არ უნდა ყოფილიყო. არანაირი ლოგიკით. მოციქულებსაც კი და მოციქულთა თავს პეტრესაც კი ეშინია და გარბის და იმალება. წარმოიდგინეთ. ეხლა თქვენ თუ მოისმინეთ სვინაქსარი რომ წაიკითხა ნიკოლოზმა, ხო? იოსებ არიმათიელი, იმიტომ რომ მან მაცხოვარი ჯვრიდან გარდამოხსნა, ანუ პატივი მიაგო და საფლავში
ესე ვთქვათ, მოასვენა, ამიტომ სინედრიონმა ის დასაჯა და ჯორღმოში ჩააგდო. წარმოიდგინეთ, დაიჭირეს ფაქტობრივად, ანუ წარმოგიდგენიათ რა ვითარებაა. რომ სინედრიონის წევრს, ერთ-ერთი წევრი იყო მათგან, დიდებული იყო ეს ისრაელების, ის უბრალო ადამიანი კი არ იყო. ნიკოდიმოსიც ასევე გარიცხეს პირდაპირ მთავრობიდან და ნახეთ როგორ ეწერა, რომ მის სიბრძნის მეტყველება აღარ ჭირდებოდათ. მოიკვეთეს იმ წუთას. ანუ წარმოიდგინეთ, რა იოლი იყო მათთვის ესეთი დიდებული ადამიანების განადგურება. მათი წარმოდგენით, რა თქმა უნდა. და აქ ვინღა მოიტანს უბრალო დედაკაცებს, ხო? ყველასათვის უცნობ დედაკაცებს. მაგრამ ნახეთ სიყვარული მათ რას აკეთებინებს, რომ ისინი არაფერს არ უყურებენ, არაფერზე არ ფიქრობენ, ერთადერთი უკვე რომ წავიდნენ საფლავის გზაზე, მარტო მაშინ დაიწყეს ფიქრი, რომ კაცო ძალიან დიდი ლოდია იქ დაგორებული კარზე, ნეტა ვინ გადაგვიგორებს. ერთადერთი ამაზე დაფიქრდნენ, მაგრამ ესეც არ აბრყოლებთ მათ მიდიან და აი სწორედ ამ სიყვარულის გამო ისინი ხდებიან ღირსი იმისა, რომ პირველები მოციქულ გზებზე ადრე იღებენ ხარებას ანგელოზისაგან მაცხოვრის აღდგომის შესახებ. აი ამის გამო. აი ესეთი ერთგულების გამო. ისინი ხდებიან უკვე მახარებლები მოციქულებისათვის. აი ესეთი არის ჯილდო სიყვარულისათვის. ღმერთმა ცხოვრებაში ოდესმე მაინც გამოგვაცდევინოს ესეთი უანგარო სიყვარული. ოდესმე მაინც აი ესეთი უანგარო სიყვარული, იმიტომ რომ აი არაფერი აქ ანგარების არის. არაფერი მკვდარია, წარმოიდგინეთ. გაბრიელ ეპისკოპოსი ტყილა არ ამბობს, მაგრამ არ იცოდნენ რომ ის აღდგებოდა ამას, მოციქულებიც კი ვერ ხვდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვარმა მათ ეს უთხრა, ისინი ამას ვერ იგებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე აღადგინა 4 დღის მკვდარი, მაინც ამას ვერ ხვდება ვერავინ. ანუ ერთი წამით არ წარმოიდგინოთ, რომ მენელსაცხედე დედებს რაღაცა იმედი ჰქონდათ, რომ აი რაღაცა მოხდებოდა. არაფერი. უბრალოდ თავიანთი მოძღვარი უყვარდა და მიდიან რომ პატივი მიაგონ უკანასკნელი მას. და ამ გზაზე არაფრის არ ეშინათ. წესით ხო ვიძახით, რომ მანდილოსნები სუსტი ბუნების არიან, მაგრამ აგერ ვხედავთ ვინ არის სუსტი. მაშინ როცა კაცები იმალებიან, ამათ არ ეშინათ. რატო? იმიტომ რომ სიყვარული აძლიერებს ადამიანს. სხვა ვერაფერი. სხვა ასე ვერაფერი ვერ გააძლიერებს ადამიანს გარდა სიყვარულისა და ღმერთმა მოგმადლოს თითოეულ ჩვენთაგანს მცირედი მაინც აი იმ სიყვარულისა ჩვენი უფლისადმი, როგორიც ჰქონდათ მენელსაცხებლე დედებს. ღმერთმა დაგლოცო და გაგვხო.